და ჯერ საქმე იმაშია რომ ამერიკიდან იქ იმ რეგიონში საკმარისი ძალები არ ყავდა იმ მომენტისათვის ამერიკას და მოგეხსენებათ ავიამზიდებით და სხვა გემები იქნა გადაყვანილი, მაგრამ დაახლოებით 3 კვირა გაჩნია აქ ირანის ნაპირებამდე რომ მივიდეს. დაახლოებით 3 კვირა გემებს მხოლოდ გზაში უნდათ რომ იქამდე მივიდნენ. გარდა ამისა ტრამპი ცდილობდა რომ დაემხო იქ რეჟიმი, შეხედეთ ჰაერიდან და სარაკეტო დარტყმებით. რატომ? იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხა ირანი არის დაახლოებით 90 მილიონიანი სახელმწიფო თავისი უზარმაზარი ტერიტორიით, რთული რელიეფით, უდაბნოები, ტყეები, მთები, შეხედეთ როგორ მთიანი იმითი არის დაფარული ირანის ტერიტორია, როგორი მთებით, ქედებით ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, მაგალითად იმისათვის რომ და ამ ხელა სახელმწიფოში თან ამ სიშორეზე, როდესაც კომუნიკაციები ასეთი გაწელილია, მხოლოდ ჰაერიდან და შორიდან სარაკეტო დარტყმებით ხელისუფლების შეცვლა ეს ძალიან ძნელია. და ხოლო ის რომ და ახლა რაც შეეხება იმას რომ თქვათ ისე რომ მხოლოდ ჰაერიდან და სარაკეტო დარტყმებით ისე რომ არ გადაიყვანოს დიდი რაოდენობით სახმელეთო ჯარები. მაგალითად და ახლა დიდი რაოდენობით სახმელეთო ჯარების გადაყვანა ახლა ტრამპისთვის არის ძალიან ძნელი და რატომ? იმიტომ რომ ახლა მას ხშირად შეახსენებენ მის წინასაარჩევნო დაპირებას რომ თუ გინდათ რომ თქვენი შვილები ომში არ წაიყვანონო, მაშინ მე ამირჩიეთ პრეზიდენტადო. ახლა მან რომ ამერიკელებს უთხრას რომ მეო თქვენი შვილებიო უნდა წავიყვანო ირანში საომრადო და 100,000-ობით ჯარის შეერაღებული ძალების ირანში გადაყვანა დაიწყოს, მაშინ კონგრესის არჩევნებზე უკვე არათუ უმრავლესობას აიღებს დემოკრატიული პარტია, არამედ შეიძლება აი ამერიკის ისტორიას რომ იშვიათად ახსოვს ისეთი გამანადგურებელი მარცხი იწვიოს რესპუბლიკურმა პარტიამ და ასეთ შემთხვევაში თვითონ რესპუბლიკურ პარტიაში შეიძლება განხეთქილება მოხდეს. ანუ ტრამპი დიდწილად მძევალია თავისი წინასაარჩევნო დაპირებებისა, ის პაციფისტურ ანუ შვიდობის მოყვარის ასე ვთქვათ ომების შეწყვეტის იმას როლს ირგებდა და ასე ცდილობდა რომ რამენაირად გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და ახლა დღევანდელ სოფლიოში ეს რომ ასეთი იოლი იყოს რომ ვიღაცა იტყვის და ომები დამთავრდება, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ როდესაც პირდებოდა უკრაინაში ომის დამთავრებას, როგორ უნდა დაამთავრო ის ომი, როდესაც როგორც ვთქვი პუტინს უჭირს ამ ომის შეწყვეტა თუ არ აიღებს იმ ტერიტორიებს მთლიანად, რაც გამოაცხადა რუსეთის ტერიტორიებად, იმიტომ რომ თუ იმათ არ აიღებს და ისე შეწყვეტს, მაშინ რუს ხალხს რა უთხრას, იმიტომ რომ დღეს ოფიციალურად რუს ხალხს ეუბნებიან, რომ ის ზემოხსენებული რეგიონები არიან რუსეთის ტერიტორია და მათ შორის ქალაქი ხერსონი და ქალაქი ზაპოროჟიე, ქალაქი ზაპოროჟიე, რომლებიც დღეს უკრაინის კონტროლქვეშაა, ასევე დონბასის ტერიტორიების ნაწილი, ასე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის ტერიტორიების ნაწილი და თუ იმათ ვერ აიღებს და ისე შეწყვეტს პუტინი, მაშინ გამოდის რომ მას რუსეთის მოსახლეობის თვალში ის გამოვა დამარცხებული, იმიტომ რომ რუსებს უთხრაო ეს რუსეთის ქალაქებიაო და რუსეთის ქალაქები დავთმეო ეს უთხრას და ამ ვითარებაში ტრამპი რო პირდებოდა ამერიკელ ხალხსა და მსოფლიოს რომ მე თუ ამირჩევთ ინაგურაციამდე დამამთავრებო ომსო, ეს ხო აშკარა არის რომ ეს ტყუილი იყო და ეს იყო მხოლოდ იმიტომ ნათქვამი რომ რამენაირად გაემარჯვა არჩევნებში და ახლა იმ დაპირებების მძევალია ასევე როცა პირდებოდა ამერიკის მოსახლეობას რომ თუ გინდათო რომ თქვენი შვილები ომში არ წაიყვანონო, მაშინ მე ამირჩიეთო პრეზიდენტადო. რა თქმა უნდა ამ ვითარებაში ახლა მან რო უთხრას ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას რომ 100,000-ობით ჯარები უნდა გადავიყვანო ირანშიო საბრძოლველადო, რა თქმა უნდა ამერიკის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაშინ მას ამის პასუხს თხოვს რომ აბარატო კვირდებოდიო, იმიტომ რომ ამერიკა როგორც დემოკრატიული სახელმწიფო იქ ისე კი არა როგორც ზოგიერთ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოშია, უბრალოდ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების უმეტეს ნაწილში როგორცაა რომ თქვათ წინასაარჩევნო რაღაცას დაპირდებიან და მე არასრულებენ, მაგრამ თუ ვინმე შეახსენებს შეიძლება ის დასაჯორა, მაგალითად ეს ხშირად ხდება ავტორიტარულ სახელმწიფოში და მოგეხსენებათ ყოფილი საბჭოთა სივრცეში არაერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ავტორიტარული მმართველობისა ოფიციალურად, ხოლო ბევრი კიდე ჰიბრიდული, არაერთი კიდე ჰიბრიდული რეჟიმის, მაგალითად საქართველოს, სადაც 4% არის 4.34 მიასადი ქულით არის ეკონომისტის სიაში დემოკრატიის ინდექსი შეფასებული 2025 წელს, ხოლო 4 ქულის ქვევით კი ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი იწყება. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ
ტრამპი ცდილობს რამენაირად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ცდილობს რამენაირად ოღონდ შეწყვიტოს ცეცხლი, რომ სათქმელი ჰქონდეს ამერიკელებისთვის, რომ ცეცხლი შეუწყვიტონ ახალგაზრდის მიმართულებით. ხოლო უკრაინის მიმართულებით ხედავთ, რომ აგერ რაც ხდება, უკრაინა ინტენსიურად უტევს რუსეთის ტერიტორიას მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობა ეს შანსი იყო პუტინისთვის, რადგან ეს გარკვეული შანსი იყო, რადგან ტრამპმა მნიშვნელოვნად შეუმცირა დახმარება უკრაინას, ხოლო ახლა ნოემბერში თუკი რა ძალიან დიდი ალბათობით დემოკრატიული პარტია როგორც მინიმუმ წარმომადგენელთა პალატაში აიღებს უმრავლესობას, ხოლო გარკვეული ალბათობა იმისიც არის, რომ სენატშიც აიღოს უმრავლესობა და ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაშიც ეს იქნება სერიოზული დარტყმა პუტინზე, ეს იქნება სერიოზული დარტყმა პუტინის მოკავშირეებზე. პუტინზე იქნება ეს დიდი დარტყმა, იმიტომ რომ ეს გაზრდის სერიოზულ ალბათობას, რომ უკრაინა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაახლოს უკრაინის დიდი დაფინანსების პროგრამა, ხოლო ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას მეტი ძალა ექნება, რომ პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიას, ხოლო ეს რაც არის დარტყმა პუტინის მოკავშირეებზე, თვითონ პუტინზე, ეს ავტომატურად დარტყმა არის პუტინის მოკავშირეებზე. სწორედ ამიტომ მოუწოდებთ, და მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. უკვე ნოემბერში ხომ იქნება კონგრესის არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში. უკვე იანვარში იკრიბება ახალი კონგრესი, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას სოფლიოში. გულისხმობ პუტინისა და პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ ზეწოლის ამბავში. ყოველივე ზემოხსენებიდან გამომდინარე, კვლავ მოუწოდებ ოცნების ლიდერებს, რომ დაიწყონ დემოკრატიული რეფორმები. დაიწყეთ ისეთი რეფორმები, რომლებიც იმ 4.34 ქულიან საერთაშორისო შეფასებას დემოკრატიის ინდექსისა საქართველოში, რომელიც ძალიან ახლოს არის უკვე ავტორიტარულ რეჟიმში რო გადადის იმ ბარიერთან, მოგიწოდებთ დაიწყოთ ისეთი რეფორმები, რომლებიც გაზრდის საქართველოს დემოკრატიის ინდექსს. და მე მინდა ერთი რაღაცა შეგახსენოთ. 4.36 ქულით რო არის შეფასებული. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2008 წელს იყო შეფასებული, 2011 წელს იყო შეფასებული იმავე ეკონომისტის ინდექსით საქართველოს დემოკრატია 4.74 ქულით. ანუ მაშინაც საკმაოდ მძიმე იყო დემოკრატიის სახე, მოგეხსენებათ. და ბატონ მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობას მაშინ რომ გაეტარებინათ დემოკრატიული რეფორმები, ხომ ჯობდა, ხომ თვითონაც უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ ახლა და საქართველოს. მაგალითად, რომ გაეუქმებინათ მაჟორიტარის ინსტიტუტი, როგორც საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისე საკრებულოს არჩევნებისთვის, ისე საკრებულოების არჩევნებისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-დან მაგალითად 3%-მდე რო დაეწიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე წავიდა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ისე წავიდნენ ხელისუფლებიდან, რომ დატოვეს 73 მაჟორიტარი საპარლამენტო არჩევნებზე და 5%-იანი გამსვლელი ბარიერი, თქვენ წარმოიდგინეთ, და დატოვეს საკრებულოს არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემა და რო გაეტარებინათ ეს რეფორმები,